მოგესალმებით, ჩემო ტროლობიო და ბოტებო. უკვე არც გულმოსული ვარ, არც გაბრაზებული ვარ, რაც გინდათ წერეთ, თქვენი ნება და გუშინ უყურებდი ტრამპის ვიზიტს და შეხვედრას პუტინთან და კიდევ ერთხელ დავწუნდი თუ რაც ალა აქ პროპაგანდას. და რა გასაკვირია, რომ თქვენ ასეთ დღეში ხართ და ისევ ხიხოს მონამორჩილები ხართ. უკვე ეს ჩემთვის გასაკვირია რა, აგერ ამერიკის მოქალაქეები, რომელმაც დემოკრატიაც იციან, არჩევნებიც იციან, სახელმწიფო აზროვნებაც აქვს უმეტეს, აირჩიენ ტრამპი, რომელიც თulis რომ დედამიწის დირექტორია, მოადგილეთ უნდა და პუტინის აღვანო, მაგრამ პუტინმა არაო, მე ვარ დირექტორიო და ამაზე ვერ შეთანხმდეთ. მე ვთვლი რომ ახლა ეს ამერიკელების გადასაწყვეტია, მე ვიმკითხავს, მაგრამ ვთვლი რომ ეს იყო შეცდომა და ეს იყო პროპაგანდის შედეგი. აქედან გამომდინარე, ყოველივე აქედან გამომდინარე, ასე გაგრძელება ქვეყანაში აღარ შეიძლება ეს ან ჩვენი დამარცხებით უნდა დამთავრდეს, ან მათი დამარცხებით. სხვანაირად უკვე ქვეყანა ამას ვერ გადაეტანს, ამ პროცესების ასე გაგრძელება უკვე უსასრულოდ არის, რა ვიცი, საბოლოოდ დამანგრეველი ქვეყნის და ვთვლი რომ პროპაგანდიდან ამ ადამიანების გამოყვანა არის საჭირო და ვთვლი რომ იქ პროცესებმა რომ გაიმარჯვოს, რა თქმა უნდა ემიგრაციის დიდი ნაწილი ჩართულია ამ პროცესებში, მაგრამ ვთვლი რომ ეს არის არასაკმარისი და ამიტომ გადავწყვიტე ორშაბათიდან დავიწყო ბელგიის ქალაქებში მოგზაურობა, ემიგრანტებთან შეხვედრა, მათთან საუბარი რომ ვიზა ლიბერალიზაციამდე თუ კი მაინც გვიწევს ამ ნაბიჯის გადადგა, თუ კი მაინც მოუწევს ევროპას, მაშინ მანამდე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მოუხსნას და ეს იყოს პირველი და ბრძოლა ხელისუფლებასთან, ამით დაიწყონ. ამ თემაზედაც ვესაუბრები ემიგრანტებს და რა თქმა უნდა ყველაზე ძირითადსაც ვესაუბრები რომ აუცილებელია მობილიზება, აუცილებელია ვისაც ოდნავი საშუალება გააჩნია თბილისში ჩასვლა და იქ ბრძოლის დაწყება, ანუ შეერთება იმ ადამიანებთან, ვინც ოქტომბრიდან დაირაზმებიან ხელისუფლების წინააღმდეგ. მე ამაში უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება. და ვთვლი რომ ჩემი როლიც რაღაცნაირად ჩემი პატარა წვლილი